ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო, ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებნო, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო. ქრისტე აღსდგა! გუგუნებენ ეკლესიათა ზარები და მსოფლიოს ამცნობენ, რომ დადგა დღესასწაულთა დღესასწაულისა. დაემხო ძალი პირველ სისხლითა მთვრალი, შეიმუსრა ჯოჯოხეთი, განქარდა ბნელეთი ძლიერება და კაცობრიობა გათავისუფლდა ეშმაკის ტყვეობისაგან. უფალი ჩვენგან არაფერს ითხოვს, ოღონ ჩვენივე გადარჩენისთვის გვთავაზობს, ჩავჭიდოთ ხელი მის მხსნელ მარჯვენას და ჩვენი გული და სული მისკენ მივმართოთ, რათა ღვთის მადლით ცოდვის ჭაობს განვეშოროთ და შიგარ დავინთქათ. ამ სასწაულთა სასწაულს ვზეიმობთ ახლა, ამიტომაც სიხარულითაა მოცული დედამიწა. ჩვენ გამოხარობს ყოვლადწმინდა სამება და ანგელოზთა დასი, რადგან ხორციელი სიკვდილი აღარ არის მხოლოდ ჯოჯოხეთის კარიბჭე, არამედ იგი მორწმუნეთათვის წარუვალ ნეტარებაში აღმყვანებელ საშუალებად იქცა. ამიერიდან ესა თუ ის პიროვნება, ან ეშმაკის ან მისი ანგელოზის ხვედრი შეიქმნება და მარადიული ტანჯისთვის განიწირება, როგორც ეს ადრეც იყო, თუ ანდა უფლისა და ანგელოზთა წიაღში დამკვიდრდება. სხვა არჩევანი არ არსებობს. ბუნებრივია, ყველას სამოთხეში დამკვიდრება სურს, მაგრამ ეს უშრომლად არ მიიღწევა. მთავარია ჩვენი ცხოვრების მიზნად სხვისთვის მსახურება დავისახოთ, რომ ქრისტეს მიმბაძველნი გავხდეთ. გულში სადაც ცოდვა და ეგოიზმი ბატონობს, ბობოქრობს ღვარძლი, ავსიტყვაობა, შური, შუღლი, ამპარტავნება და სხვა ვნებანი, იქ უფლის მადლი არ მკვიდრობს, მაგრამ არის გულის სიყვარულითა და სიკეთით სავსე, მიმტევებელი, სამართლიანი, მოწყალების გამცემი, სხვაზე მზრუნველი. ასე რომ ძნელი არ არის გავერკვეთ, ვისი მსახურნი ვართ და ვიდრე ჯერ კიდევ დრო გვაქვს, გადავდგათ გადამრჩენელი ნაბიჯი. საერთოდ უფალი ადამიანებს სხვადასხვა ნიშს და აქედან გამომდინარე სხვადასხვაგვარ პასუხისმგებლობებს აკისრებს. ზოგს ერთ ტალანტს აძლევს, ზოგს ორს, ზოგს 5 ან 10-ს. პასუხისმგებლობა შესაბამისია. ვისაც 1 ტალანტი ებოძა, მას 10 ტალანტის არ მოეთხოვება. სუბუქია მისი ჯვარი და უფლის წინაშე მისი ვალდებულებაც, ხოლო ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება. მაგალითად, ზოგიერთ მხოლოდ ოჯახზე ზრუნვა მართებს. ესაა მისი პასუხისმგებლობა. ნაწილს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის, სოფლის ან ქალაქის ხელმძღვანელობა, სხვებს კი მთელი ქვეყნის ტვირთი აწევთ და დონის მსახურება ევალებათ. იერარქიის არსი ქრისტიანობაში სხვებთან შედარებით აბსოლუტურად განსხვავებულია და იგი ქვემდგომებისადმი უანგარო სიყვარულსა და მათთვის მსახურების ნიშს გულისხმობს. უფალი ბრძანებს, ვინც თქვენ შორის მოისურვებს უფროსობას, ის იქნება თქვენი მსახური, ხოლო ვინც მოინდომებს პირველობას, ყველას მონა. ოჯახის სიმტკიცისათვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც ელემენტარული სოციალური პირობებისა და ჯანსაღი ზნეობრივი გარემოს არსებობას. პირველ ფაქტორს ძირითადად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს. ფიქრობთ სახელმწიფოსათვის და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვისაც სასარგებლო იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ზრუნვა. მიადრეს მithქვამს და კვლავაც გამიმეორებ, ყოვლად დაუცველია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება, ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნება და რა თქმა უნდა მიწისადმი ხალხისათვის ინტერესის დაბრუნება. კარგი იქნება თუ ამ პროცესს მთავრობა მხარს დაუჭერს და დოტაციური და მრავალწლიანი შეღავათიანი კრედიტებით გაამაგრებს, რაც დასავლეთის ქვეყნებში მიუხედავად განვითარებისა დღესაც ხორციელდება, რაც შეეხება
ჯანსაღზნეობრივ გარემოს ეს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, მის ორიენტაციაზეა დამოკიდებული. ვინაიდან ოჯახის სახელმწიფოს სიმტკიცისა და განვითარების უმთავრესი გარანტია. ბუნებრივია მისი დაცვისათვის ზრუნვა ნებისმიერი ქვეყნისათვის პრიორიტეტი უნდა იყოს. სავსებით ნათელია, რომ ძალადობრივი, ნიჰილისტური და უზნეო ფილმებითა და გადაცემებით აღზრდილი თაობა ჯანსაღ გარემოს ვერ შექმნის და ოჯახის მნიშვნელოვნად დაზიანდება. არადა როგორი მონდომებაა, რომ უძლიერესი ფსიქოლოგიური საშუალებით მასმედიით ბოროტება და ცოდვით ცხოვრება აღზევდეს. ვულგარიზებული ტექნოლოგიური საზოგადოება ჩამოყალიბდეს და მის ბატონ პატრონად თული იქცეს, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, სწორი ორიენტირი დაკარგონ და ქრისტეს მცნებები წარსულის გადმონაშთად მიიჩნიონ. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე მოქმედებს ხალხზე. დღეს უკვე ადამიანებს გაცილებით უადვილდებათ ოჯახის დანგრევა, თავისუფალი ურთიერთობების დამყარება. ამათ მალობის ჩვეულებრივი მდგომარეობა წარმოჩენა, ოჯახური ანომალიების გახმაურება, არავინ ასწავლის თუნდაც იმას, რომ აბორტის გაკეთება და საკუთარი შვილის სიცოცხლის ხელყოფა, ან ეგრეთ წოდებული სუროგატი დედების ინსტიტუტის შექმნა უმძიმესი დანაშაულია, რომლის გამოსყიდვა ადვილი არ არის. ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება ეგოისტური აზროვნების წახალისება. ასეთი ადამიანები მოყვას მოიაზრებენ მხოლოდ თავისი მიზნების განხორციელების საშუალებად, რაც მადლიერების გზნობასაც გამორიცხავს და ამასთან აყალიბებს ისეთ დამოკიდებულებას, რომ სხვისი გამეტება და სიცოცხლის ხელყოფა ეადვილებათ. მაგრამ ცოდვითი ცხოვრების მიმდევართა და პროპაგანდისტთა შორისაც ვხედავ ბევრ სისეთს, რომელნიც უფლის წყალობით შეცვლიან თავის ცხოვრების წესს და ჭეშმარიტი სიკეთის თესლოვანი გახდებიან. მე განსაკუთრებით ვლოცულობ თქვენთვის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსაც განსაკუთრებით ვლოცავ ჩემს უშუალო სამწყსოს, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის ეპარქიას, საქართველოს ყველა კუთხის შვილს, ვლოცავ ჩვენს მართლმადიდებელ სამწყსოს, ოსებს, ბერძნებს, ასირიელებს, აფხაზებს, რუსებს, სომხებს, აისორებს, აზერბაიჯანელებს, მცირე რიცხოვან, მაგრამ უძველესი ისტორიის მქონე უდებს, უცხოეთში დროებით მყოფ თანამემამულედ, აგრეთვე ტაო-კლარჯეთის, ლაზეთის, ფერეიდანის, მაზანდარანის, ჰერეთის მკვიდრ და უფლის თქვენთან ერთად შევღაღადებ, აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ, ანგელოსნი უღაღადებენ, ცათაშინა და ჩვენცა ღირსწვენ ქვეყანასა ზედა, წმინდით გულით დიდება ჩენდა, ქრისტე აღსდგა.